ჯუანშერი ეხლა რო გლდანს ხეხავს და ბევრი დახეხავს. ჯუანშერის ერთ-ერთი საქმე იცით რა არის? თავდაცვის მინისტრობის დროს გაფლანგული მილიონები, ხო? იცით რა უნდა გაეკეთებინა გორის სამხედრო ჰოსპიტალში? უნდა ჩაეტანა MRT-ს და CAT-ს ტომოგრაფიის აპარატები. წლების შემდეგ ერთი ძლივს ჩაიტანა და მილიონები მოიპარა. და იმ ონკოლოგმა პაციენტებმა, ვინც MRT და CAT ვერ გადაიღეს და მოკვდნენ, ის ვისკისერსია. ანუ ჯუანშერის 8 შვილი ყავს, ხო? ეგრე არ გაგვაცნო ბიძინამ, რომ კარგი ის რა ოჯახი. ხო და როგორი მეოჯახია, ის ხალხი რო გარდაიცვალნენ გორის მუნიციპალიტეტში, ტომოგრაფიის აპარატები არ არის. ხო, მესმის. და მე გეტყვით, რომ ქარელ, ეხლა ჩემი შვილი მიმყავს პედიატრთან, იცით რატომ? არ გაგეცინოთ, უნდა გავზომო რამხელა სიმაღლით. ქარელში 79 სანტიმეტრის მეტზე ვერ იზომება. იმიტომ რომ ეს ხეზე ჯერ რო დააწვინო ბავში, თავი გაუსკდება, იმიტომ რომ 52-ში აქვს ნაყიდი. და ციფრები 79-ის მერე აღარ არის. და ის ბარნის რეკლამაა თუ ბორნის არ ვიცი და აქო დააყენეო და დაახლოებით გეტყვიო. დათუნიაზეო. პედიატრი მეუბნება. ანუ ევექსში, კლინიკაში გეუბნებით. და აი ამ რეალობაში შეიძლება გადავრჩე? მე მეშინია ამ რეალობაში. ანუ ბავშვის სიმაღლის გაზომვა არ შეგვიძლია? არ შეგვიძლია. არა.